კი ბატონო, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მადლობა ეთერისთვის. კი, არაფერი ახალი ამაში არ არის, პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ეს უსინდისო ადამიანი ყველას, ვისაც მისგან განსხვავებული აზრი აქვს, ვინც აბსოლუტურად მტკიცებულებებზე დამყარებული დოკუმენტალური ანგარიშებით თუ ამბებით ცდილობს გააგებინოს საზოგადოება სინამდვილეში, რანაირ რეჟიმთან, რატიფიცირებულ რეჟიმთან გვაქვს საქმე, მოღალატეებად, რაღაც უსამშობლოებად, ასე შემდეგ მოიხსენებს. და მე დიდი ხნის განმავლობაში ამაზე არ რეაგირებდი, იმიტომ რაღაცნაირად ხებს გადმოყვებული რომ გაქვს ეს ამბავი, რომ თმენის ვალდებულება გაქვს, რომ არაუშავს ილაპარაკონ თავარია სიმართლე რომელ მხარეს არის და დღეს ძალიან გაუბრაზდი და დავფიქრდი მე რომ საერთოდ არავითარი თმენის ვალდებულება არ მაქვს. მე პოლიტიკაში აღარ ვარ ძალიან დიდი ხანია, ყველანაირი ვადები გასულია იმისი, რომ რაიმე ძველი ჩემი პოლიტიკური თანამდებობაზე ყოფნის პერიოდიდან გადმოყოლილი თავშეკავება ამ თვალსაზრისით მქონდეს და არც ვაპირებ საერთოდ არანაირი გეგმა არ მაქვს ქართულ პოლიტიკაში დაბრუნების, ამიტომ არც ირაკლი კობახიძეს, არც რუსთავი ორს და არც არავის და აუცილებლად ვნახავ ყველა სიუჟეტს, რომელიც ქართულ-რუსულ არხებზე გაკეთდა ამ თემაზე, არ ვაპირებ რომ ვაპატიო. მე მესმის, რომ სასამართლო ცირკად არის ქცეული და რაიმე განსაკუთრებული მოლოდინები კი არა მაქვს ქართული მართლმსაჯულების, რომ ეკითხა სამართალს ვიპოვე, მაგრამ არაუშავს ცოტა ხანი გავერთობი და მეთქე შევაწუხებ. იმიტომ რომ თავად კობახიძემ უზრუნველყო იყო ის, რომ ასე სამშობლოს ღალატის და მოღალატის ძახილი წინ და უკან უკვე შეუძლებელია. იყო პერიოდი, როდესაც ეს სიტყვა იყო ემოციური ფსიქოლოგიური დატვირთვის გამორჩა, მათ როგორც მოგეხსენებათ სისხლის სამართლის კოდექსში დააბრუნეს სამშობლოს ღალატი, როგორც დანაშაულის სახეობა. და შესაბამისად იმავე კოდექსში არის სხვა მუხლი, რომელიც ამბობს, რომ დანაშაულის დაბრალება სამართლებრივად დასჯადია. ანუ დღეს, როდესაც ვინმე სამშობლოს მოღალატეს ეძახი, ეს არის დანაშაულის დაბრალება, რომელიც არ უნდა დაამტკიცო, ან ამისთვის ბოდიში უნდა მოიხადო. ამიტომ კი, აუცილებლად ვაპირებ, რომ რამ გამოიყვანა ასე წყობიდან კობახიძე ამჯერად უფრო მეტი რომ გითხრათ დოკუმენტზე, რომ რის გამოც მას ეს გაღიზიანება და უფრო შეშფოთებას დავარქმევდი, რომელიც ჰქონდა. ჰქონდა თუ არა გამოხმაურება თქვენს მიერ მიწერილ თუ გაგზავნილ დოკუმენტს და ეს ხომ არ იყო მიზეზი კობახიძის მდგომარეობიდან გამოსვლის. კი, ჩვენ მოგეხსენებათ უკვე 7 წელია ვმუშაობთ სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ანტიკორუფციული მიმართულებით, მათ შორის საერთაშორისო სამართლებრივ რეჟიმებთან, ქართული საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების თავსებადობის და ასე შემდეგ, ამის კონტროლზე, მონიტორინგზე და ანგარიშებს პერიოდულად ვაქვეყნებთ. ძირითადად ბევრი წლის განმავლობაში ჩვენ ვმუშაობთ ჩინური კომპანიების მიერ განხორციელებული საქმიანობის მონიტორინგზე, მაგრამ პერიოდულად აი ამ კვლევების დროს სულ მუდმივად ჩნდებოდა ხოლმე ირანთან დაკავშირებული ამბები და ის იმდენად დაგროვდა და იმდენად ბევრი იყო, რომ გადავწყვიტეთ ერთად თავი მოგვიყარო მთელი ამ ინფორმაციისთვის და ერთად შეგვეკრა, აგვეკინძა და ერთიან ანგარიშად გამოგვეცა. როდესაც ჩვენ ამ ანგარიშზე ვმუშაობდით, ზუსტად ამას დაემთხვა 1 მაისს პრეზიდენტმა ტრამპმა მოგეხსენებათ Truth Social-ზე და გამოქვეყნა პოსტი, რომელიც ახლავთ ესეთ გაშხვევთ ქართულ თარგმანში ესე ჟღერდა, რომ გაფრთხილდება ყველას ირანული ნავთობის ან ნავთობქიმიური პროდუქტების შესყიდვა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ნებისმიერი ქვეყანა ან პირი, რომელიც ირანიდან ნავთობის ან ნავთობქიმიური პროდუქტების ნებისმიერ რაოდენობას შეიძენს, დაუყოვნებლივ დაექვემდებარება მეორად სანქციებსო და ამ გაფრთხილების შემდეგ უამრავი განცხადება გაკეთდა ამერიკული მხარის მიერ, სწორედ ამ მეორად სანქციებთან დაკავშირებით მოგეხსენებათ, ბევრი ქვეყანა მოყვა ამ პრობლემის წინაშე, აღმოჩნდა ამ პრობლემის წინაშე და ძალიან სამწუხაროა, რომ ქართული ოცნებაც ზუსტად ამ გზაზე დგას და ის, რაზეც ესენი საუბრობენ, რაღაცა ზღაპრებს რო ყვებიან, რომ აი ეს რიცხვებით და ციფრებით და სტატისტიკით манипуляცია, რომ ვაჭრობა გაიზარდა და რაღაც ეკონომიკური ძროები გვაქვს და დიდი წინასვლა გვაქვს. სინამდვილეში, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სისულელე და სისულელეა, ტექნიკური სიმართლეა, რომ ვაჭრობა გაიზარდა, ოღონდ აუცილებლად დასაზუსტებელია, ეს რას ნიშნავს, ხო? მე რიცხვები შემიძლია გითხრათ, რომელიც ჩვენს ანგარიში არის, რამაც ისინი ძალიან შეაწუხა, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მიზეზი ეს იყო, რომ საჯარო სივრცეში პირველად გამოქვეყნდა ეს მონაცემები, რომ მაგალითად
აი ეს გაზრდილი ვაჭრობა, რომელზეც ესენი ლაპარაკობენ, სინამდვილეში ეს არის ირანიდან შემოტანილი საქართველოს ბაზარზე შემოტანილი საქონლის ხარჯზე და არა საქართველოში წარმოებული ქართველი მეწარმეების მიერ წარმოებული პროდუქტის გატანის ხარჯზე. ანუ რაოდენობრივი ზრდა, რომელიც ფიქსირდება ვაჭრობაში, არის ცალმხრივი. ეს არის ცალმხრივი მოძრაობის გზა, სადაც რამოდენიმე ძალიან დიდი სისწრაფით, პრინციპში, ძალიან დიდი სისწრაფით იზრდება შემოტანილი პროდუქციის, ქართულ ბაზარზე ირანული პროდუქციის დამკვიდრების პროცესი და ამასობაში ამას თანხმედრი მოძრაობა საქართველოს მხრიდან არ აქვს. აი მაგალითად ირანული იმპორტის მოცულობა 2020 წელს 45 მილიონი დოლარი იყო. და 2024 წელს 5 ჯერ გაიზარდა 285 მილიონი დოლარი გახდა. ანუ 45 მილიონიდან 4 წელიწადში 285 მილიონამდე ავიდა ირანიდან შემოტანილი პროდუქცია. მარტივად რომ თქვათ ახლა სახელმწიფო ნავთობს რაც შეეხება, აი ამას უბრალოდ დავასწავლებ. მხოლოდ ნავთობპროდუქტებს რაც შეეხება 154%-ით არის გაზრდილი. 154% და კიდევ ერთი ფაქტი ჩვენ ანგარიშის გამოქვეყნებული, რამაც მიიპყრო ყველას ყურადღება, სადაც ვინც ნახა და წაიკითხა ეს ჩვენი ანგარიში, რომელიც ჩვენს ვებგვერდზე ძალიან დიდი ხანია რამდენიმე თვეა გამოქვეყნებულია და ძალიან დიდი გამოხმაურება ჰქონდა. არ მახსოვს ამდენი კითხვა, ამდენი კომენტარი მიგვეღოს ჩვენ ორგანიზაციაში განსაკუთრებით დასავლური სახელმწიფოებიდან და არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებიდან, არამედ მათ შორის ევროკავშირიდან, დიდი ბრიტანეთიდან, რაც ამ ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ ჰქონდა. იმიტომ რომ ჩვენ თავი მოვუყარეთ მონაცემებს და ღია წყაროებში არსებულ, გაფანტულად არსებულ ინფორმაციას ირანულ ვებგვერდებზე გამოქვეყნებულს, სადაც ირანელი ბლოგერები პირდაპირ ღიად, აბსოლუტურად ღიად ამბობენ, ურჩევენ ირანელ ბიზნესმენებს, რომ ჩამოვიდნენ საქართველოში, დააფუძნეთ კომპანიები პორტების მახლობლად, აი ესეთი ტექსტები არის იქ და საქართველოს მეშვეობით და საქართველოში რეგისტრირებული კომპანიების გამოყენებით შეგიძლიათ თავი აარიდოთ სანქციებს მარტივად. აღწერილია თაღლითური სქემების მთელი სერიალი, თუ როგორ უნდა მოხდეს ის, რომ ირანული პროდუქციის, რომელიც სანქციების ქვეშ არის, გატანა ხელშეუხლება. მაგალითად ესეთი ვებგვერდ ამ ბლოგებს შორის არის ერთ-ერთი ასეთი და ყველგან აბსოლუტურად ეს ირანული სკრინშოტები გვიდევს. გადაფუთეთ პროდუქცია, შეიტანეთ პროდუქცია საქართველოში, გადაფუთეთ როგორც წარმოებულია საქართველოში და შემდეგ გზახსნილი გაქვთ ევროპულ და ამერიკულ ბაზრებზე. საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ევროკავშირთან და არა უბრალოდ გაიტან პროდუქტს, არამედ ასევე მოგებიან ვითარებაში კი სახელმწიფო დეპარტამენტში გამოდის რომ დევს ახლა დოკუმენტი, რომელიც არის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელსაც ქართული ოცნება სანქციების გზაზე მიჰყავს. ასე ფორმულირდება ის, რაზეც ახლა თქვენ საუბრობთ? ეს მინდა დავაზუსტო აუცილებლად. დღეს რატომღაც რუსთავი რომ დამირეკა, კითხავს ველაპარაკე ჟურნალისტს, მე არ ვეკუთვნი იმ ადამიანებს, რომელიც ასე უბრალოდ უთიშავს და იგნორს უკეთებს, იმიტომ რომ ამ ტელევიზიის პოლიტიკა არ მოწონს, პირიქით. იქნებ რამე გაიგონო ზადვა, რომ ბევრი ველაპარაკო. მაგრამ ისი კითხვა იყო სულ აი ამ თემის გარშემო ტრიალებზე. თქვენ სახელმწიფო დეპარტამენტში გააგზავნეთ და მე როგორც ვნახე ნიუსებში ძირთადად ეს ამბავი აქვს გამოტანილი და სახელმწიფო დეპარტამენტში კი არ გავაგზავნეთ. ჩვენ 1500 მისამართიანი სია გვაქვს მეილინგ ლისტი გვაქვს, ყველა ანგარიშს მათ შორის არის სახელმწიფო დეპარტამენტიც, მათ შორის არის. მე ვახსენე, იმიტომ რომ ამ წინა პერიოდში ჩვენ საუბრობდით ტრამპის განცხადებაზე, რომელიც მეორად სანქციებს გულისხმობს ირანთან მიმართებაში. ზუსტად ამის თქმა მინდა, რომ მარტო სახელმწიფო დეპარტამენტში კი არ გავაგზავნით, არამედ მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს, ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ყავს ჩვენ კონტაქტები, რომელთანაც ასევე რეგულარული ურთიერთობა გვაქვს. იქაც გავაგზავნეთ, თეთრ სახლშიც გავაგზავნეთ. ანუ ეს არ არის რაღაცა ერთი მისამართის თემა, ანუ მათი თავიდან მათი ამბავი ამით დაიწყეს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიკვეთათ, სახელმწიფო დეპარტამენტის დავალებით გააკეთეთ, არავინაირს არ გვიკვეთავს, არავის დავალებით არ ვაკეთებთ, ჩვენ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და ვფიქრობთ იმაზე, საქვეყანა როგორ გადავარჩინოთ იმ კატასტროფიდან, რომელშიც ვართ და ამას რაღაცა ტყუიდით და მაშინ რა ქვია, სირაქლემას პოზაში დგომით ნამდვილად ვერ მოვახერხებთ. დიახ, 1500 მისამართზე გაიგზავნა ეს ანგარიში,
ვაშინგტონიდან დაწყებული, რა ხა ტოკიოში ვარ ამ წუთას მე და იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროთი დამთავრებული, ანუ ყველა დემოკრატიულ, ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში, როგორც სახელმწიფო დაწესებულებებში, ასევე საექსპორტო საზოგადოებებში და რა თქმა უნდა, როგორც გითხარით, ძალიან დიდი არასდროს, აი ამ ბოლო წლებში ჩვენ ამხელა გამოხმაურება არაფერ არცეთ ანგარიში არ გქონია, იმიტომ რა თქმა უნდა, ეს თემა არის ძალიან მძნობიარე, რა თქმა უნდა, ამ თემით ყველა ინტერესდება და რა თქმა უნდა, როდესაც ძალიან ღია გზავნილი ვაშინგტონიდან რაღაც კონკრეტულ ამბავზე, ეს არ არის უბრალოდ ნათქვამი სიტყვა და ამას ყოველთვის რეაგირება მოხდება და მე ვარაუდობ, რომ მათ რეაგირება უკვე მოხდა. ძალიან კონკრეტული, ხო, მათ მიიღეს ძალიან კონკრეტულად მოხდა ყობახიძეს, ამის გამო მიიღო ძიმე კითხვები და შეფასებები და არ დააყოვნა გამოვლადა და სამშობლოს მოღალატება. მინდა რომ მოვასწროთ აუცილებლად იმ უმძიმეს თემაზე საუბარი, რომელიც ეხება მოქალაქეთა, დემონსტრანტთა წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერების სავარაუდო გამოყენების ამბავს. მინდა რომ პირდაპირ გკითხოთ, რომ მეტი დრო დაგრჩეთ, ალბათ უსმენდით გომელაურსაც, მოусმენდით ყობახიძესაც და მოусმენდით გელაძესაც. რა ცდილობს ახლა ქართული ოცნება? სად არის სიმართლე და სიმართლე რომ იყოს ის, რასაც ახლა ამტკიცებენ, უკვე გამოქვეყნებული იქნებოდა თუ არა ჩამონათვალი ნივთიერებებისა, რომელიც მათ გამოიყენეს აქციების დარბევისას. კი, რა თქმა უნდა, სიმართლე მარტივად ვლინდება და არ ჭირდება რაღაცა fake news-ების სახიდი BBC-სთან დაკავშირებით, ხელისუფლებას თუ ის არის მართალი, ხო? სიმართლე არის სიმართლე. მარტივია ეს სიმართლე, არსებობს დოკუმენტები, რომლებიც შეუძლიათ გამოაქვეყნონ და ამით დაესმება ამ თემას წერტილი. მაგრამ ის რომ მათ აირჩიეს კვლავაც ბრალდებების გზა და დეзинფორმაციული ნარატივების გავრცელების გზა ნაცვლად ოფიციალურ დოკუმენტების გამოქვეყნებისა, იმას ადასტურებს, რომ ასეთ ეს სიმართლე მათთვის ძალიან მძიმე არის და მათ წინააღმდეგ მუშაობს. ამასობაში დიახ, არ უნდა დაგვავიწყდეს ორი რამ. ერთი გომელაურის ეს ახალი განცხადება, სადაც მან დაადასტურა, რომ ასეთი ნივთიერებები შენგასახთა სამინისტროს არსენალში იყო და მეორე თავის დროზე დარა ხველიძის მიერ გაკეთებული განცხადება, ანუ შენგასახთა მინისტრის მოადგილის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელმაც მაშინ ნივთიერება არ დაუსახელებია, მაგრამ ჟურნალისტის კითხვაზე მას არ უარყვია მთელი ეს სკანდალური თემა, რომ წყალში გაზის გარევის მათ შორის არ უარყვია არც ვახტანგ გომელაურს და მან პირიქით თქვა, რომ ყველაფერზე პასუხისმგებელი არის თავად. ხო, მაშინ აქციების უშუალო დარბევების დროს და გომელაურმა ეხლა კიდევ ერთხელ მორიგჯერზე ეს დაადასტურა. ამასობაში რა თქმა უნდა ყობახიძე მიხვდა, რომ მაგარ შარშია ძალიან სერიოზული პრობლემა აქვს, განსაკუთრებით ეს პრობლემა დამძიმდა გომელაურის ახალი განცხადებით და ამიტომ სასწრაფოდ გამოაგორეს ეს ახალი შენგასახთა მინისტრი, რომელმაც რაღაც ეს თავის მისთვის ჩვეული არასერიოზულობით, მაგრამ როგორია დამაჯერებლობით გითხრა, რომ აი ყველაფერი პირადად შევისწავლე, პირადად წავიკითხო, ეს საერთოდ ძალიან საინტერესოა ხოლმე. ანუ რისი თქმა უნდა შენგასახთა მინისტრს ამითი, რომ არავის არ ენდობა თავისთან სამინისტროში და თვითონ პირადად წაიკითხა და შეისწავლა ყველა დოკუმენტი, ოდესმე რაც კი შექმნილა მსგავსი ტიპის იარაღის შესყიდვებთან დაკავშირებით და გითხრა, რომ აი მე დამიჯერე ცხოდი კი შეიძლება იტყუებოდნენ და არ იცოდნენ, მაგრამ მე პირადად წავიკითხე და დამიჯერეთ, რომ ეს რამე არ არსებობს. ეს რა თქმა უნდა კიდევ უფრო მეტ არადამაჯერებლობას და თვალ ამ თემას. მძიმე თემა, ძალიან მძიმე თემა, მათ მოუწევთ, ისინი ვერ აცდებიან ამ საკითხზე. ეს ვერ იქნება ერთი დღის ნიუსი, მოკლედ ეს ვერ მოკვდება, იმითი რომ რაღაც ახალი ამბავი მოხდება, გადაიფარება და ამით თემა დასრულდება, ასე არ ხდება, იმიტომ რომ საკუთარი მოსახლეობის გაწირვა ზე პასუხისგებას, როგორც წესი, რეჟიმები ვერ აცდებიან ხოლმე. თუმცა ის რა არის, საქართველოში ისეთი ვითარებაა დღეს და მოვლენები ისე ვითარდება, რომ სიმართლე რო გითხრათ, არაფერი არ გამიკვირდება, არ გამიკვირდება, რომ საერთოდ უცბად ყველას დაავიწყდეს ეს ამბავი და გუშინდელ ახალ ამბად დარჩეს, მაგრამ დიდი იმედი მინდა ვიქონიო, რომ არსებობს რაღაცა ტიპის ზღვარი, რომელიც გადალახვაც უბრალოდ ბევრ ადამიანს გაუჭირდება და პასუხისმგებლობა დადგება. მადლობა არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო